16 რაუნდში ზალიკო ბერგერის ახალი კოლექციის ჩვენებაზე მისულებმა ტრადიცია არ დავარღვიეთ და კამერით პირდაპირ გასახდელში შევიჭერით, სადაც ასევე ტრადიციული სურათი დაგხვდა. ანუ მოდელი 2 საპასუხისმგებლო საღამოს დაწყებამდე ნერვიულობდა და ტელეფონით იძლეოდა მითითებებს 16 რაუნდის ეზოში რომელ ნომერ მაგიდაზე რომელი საპატიო სტუმარი უნდა დაესვათ. მოდელები ზალიკოს ნამუშევრებს ტანზე ირგებდნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ. იყვნენ ისეთებიც ბიუსჰალტერის რთულ კონსტრუქციაში რომ ვერ გაერკვნენ და ზალიკოს უხმეს საშველად. ზალიკო ჩემ მომეხმარე რა ლიფის ჩაცმაში ვერ ვიცმე. ყლექალა ნუციკო სად არის? მაგ ნუციკო იპოვე, ოღონდ მაგის ბენზინების შეკვრა ნუციკო მიცი სადა იკარგა. გადი იპოვე სადა ეთრება იქან. ბერგერი ამ დროს ქრისტინე იმედაძეს დასწინოდა. მე ქრისტინე. მე ქრისტინე ვარ. ამასობაში კულისებში ბაქოელის სტუმარი შემოვიდა, რომლის გაბარიტები მართალია თვალშისაცემად აღემატებოდა მსოფლიო სამოდელო სამყაროში სტანდარტად მიჩნეულ ზომებს 90-60-90, მაგრამ სამაგიეროდ სრულყოფილად აკმაყოფილებდა ქალის შეფასების აზერბაიჯანულ კრიტერიუმს. 16 რაუნდის შადრევნებით გაგრილებულ ეზოში ქართველი და ბაქოელი სტუმრები უცდიდნენ ჩვენების დაწყებას. დეფილეზე რა თქმა უნდა საზაფხულო კოლექცია იყო წარმოდგენილი. წინ დახედულ მოდელი 2-ს ქალებთან ერთად კაცების ჩაცმულობაზეც უზრუნია. კოლექცია იყო მრავალფეროვანი და გრილი, განსაკუთრებით საცურაო კოსტიუმები. მოდელ გოგონებს და ბიჭებს ზალიკოსავე აქსესუარები ამშვენებდათ. დეფილეს შემდეგ საღამოს წამყვანებმა მარიშამ და გულზე მობილურ ჩამოკიდებულმა მამუკაონაშვილმა შოუს მეორე ნაწილის, ანუ კონცერტის დაწყება გვამცნეს. იმღერეს ჯაბამ ბუკამ და თიკა ჯამბურიამ. ნინი ქარსელაძის ნამღერზე დედამისმა ხათუნა ჟორდანიამ იცეკვა. კონცერტი ქრისტინემ, დათო ხუჯაძემ და ლელა წურწუმიამ გააგრძელეს. გოგოლა კალანდაძემ ჯერ ადგილზე იცეკვა, შემდეგ დათო ხუჯაძესთან და ბოლოს შავთან. ბაქოელ სტუმარს ზემოთხსენებულ ზომებთან ერთად გემოვნებას აღმოსავლური აღმოაჩნდა და ასე ჩაცმულმა ასეთი სიმღერა შეგვისრულა. ბაქოური ჰიტი გარემიქსებული მუცლით ცეკვით დასრულდა. ამ თვალის მომჭრელი სანახაობის შემდეგ მამუკაონაშვილმა მზიან ბათუმს უმღერა, დათო გომართელმა რუსულ არახს და ხიზილალას, რასაც ბაქოელის სამირ ბაგიროვის მშობლიურ ენაზე შესრულებული ლირიკული ბალადა მოყვა. ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე სამირი ვარცხნილობის, ჩაცმულობისა და მანერების გამო ხალი გვეგონა და სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით კაცი რომ გამოდგა. თუმცა 16 რაუნდში შეკრებილი სტუმრებისთვის ამას აღარც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბაქოელები და თბილისელები თავდავიწყებით ცეკვავდნენ ერთმანეთის ფონოგრამებზე.